ესე აგორდა რომ ჯაბოვიჩი ებრძვისო ბრიტანეთიო და ვერ გავდივარ სტუდიიდან. შენ თვითონაც ახსენე, მაგრამ შენი ვიდეოები, როდესაც გადაიღე ამ სანქციასთან დაკავშირებით, ვირუსული გახდა რა სოციალურ ქსელში. ჯაბოვიჩმაო მიიღო სერიოზულად რომ ვითომ ჯაბოვიჩს ებრძვის ბრიტანეთი, აი წარმოიდგინე ხარ. ვიღაცეები ცდილობენ რომ დაგაბულინგონ. ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ არავის არ ვემუქრებთ. რაღაცებზე ცოტა მკაცრი პასუხები იქნება. ისე ნაწყენი ვარ შენზე, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ამდენ თუ მომიწვევდი სტუმრად. სანამ ბრიტანეთს არ დაუპირისპირდი და კონფლიქტში არ შევედი ბრიტანეთთან, მანამდე არ მომიწვიეს სტუმრად. ესე გამოვიდა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ჯიმი აბესაძე. ჯიმი გამარჯობა. ცუდად კი იუმორისტი და დასანქცირებული. აჰა, კი ბატონო. მიემატა ჩემს რეგალიებს. მეორე შემთხვევა, როდესაც გავდივარ ადამიანის შესაწერად და მივდივარ ისეთ ადგილზე, სადაც თვითონ არის. პირველი ვინ იყო? პირველი იყო არჩიბალდ მეკეში თუ გაგიგია. არჩიბალდ მეკეში ვიცი და მოვიკითხავ აქედან. მე ახლა მიზეზიც მაქვს, იმიტომ რომ ესე აგორდა რომ ჯაბოვიჩი ებრძვისო ბრიტანეთიო და ვერ გავდივარ სტუდიიდან. იმედიდან ვერ გადიხარ თუ სტუდიიდან? აი იმედიდან აქა ვარ გამაგრებული და ისე ნაწყენი ვარ შენზე, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ამდენ ხანს თუ მომიწვევდი სტუმრად. სანამ ბრიტანეთს არ დაუპირისპირდი და კონფლიქტში არ შევედი ბრიტანეთთან, მანამდე არ მომიწვიეს სტუმრად. ესე გამოვიდა. გამოვიდა რა ბიჭო, ახლა რაღაცებს ვადევნებ თვალყურს და ბიჭო მართლა ესე აღიქვეს რომ ჯაბოვი რაღაც ვიდეო ჩავწერე გუში რაღაც ჩემი გულის სიმართლე რაც არის გულიდან წამოსულა. და შეხედევ ამას გონიაო კაცო რომ ვითომ ამას ებრძვის ბრიტანეთიო მე რა შუაში ხო მე არ მithქვავს რომ მე ებრძვის ბრიტანეთი ჩემს გარდა ხალხია კიდე და ისეთ ვიღაცებს და ისეთ რაღაცებს გვებრძვით მე გვებრძვის რომ მე იმ ვიდეოში ვთქვი რომ მე მგონი არ უნდა ეცალოს ახლა ბრიტანეთს კი ბატონო იმედის და სანქციებისთვის არ უნდა ეცალოს ორივე ჩემი მშობლიური ტელევიზია პირდაპირ ვიტყვი კი ბატონო აქტუალური თემით მინდოდა დაწყება მაგრამ შენ თვითონვე დაიწყე და როგორი განწყობაა იმედში მე კი ვიცი მაგრამ მაყურებლებს რო უთხრათ ძალიან კარგი განწყობა გუშინაც ახლა ეს როდის გავ არ ვიცი მაგრამ ახლა დღესვე დაიდება გუში გიორგის ჩაწერა გქონდა ჩემი გაბულიასი ჩვეულებრივად არავინ შიშის ფაქტორი არ ყოფილა ყველანი ვიყავით მარიოც კი მოვიდა ჩვენ დამკვირვებელი ყოფილ კუბიდან დამკვირველიც აქ იყო აქ იყო ბაბის თათაც ყველანი იდეალურად ხასიათზე 4 სტუმარით ვწერთ და 4 სტუმარს მოვიკითხავ აქედან ძალიან კარგი განწყობა იქეთაც ვიყავი გადასული ცენტრალურში ჩვეულებრივი როგორც და ზემოთ ახლა სცენარისტები მუშაობენ კი ბატონო არანაირი პრობლემა არ შექმნია ტელევიზიას და არც შეექმნება არა და დაგიანოსებთ კიდე რომ აი მუშაობენ ზემოთ ბიჭები და მოაჩაწერეს დესტაპოლის თეატრი გვეყოლება სტუმრად ესეც რო იცოდეთ ახლა რომ ამის რა ანუ პირდაპირ დაასპოილერე ჩვენი მაყურებელი ხო გიორგი გაბულიას ხამის შოუს მაყურებელი შენ თვითონაც ახსენე მაგრამ შენი ვიდეოები როდესაც გადაიღე ამ სანქციასთან დაკავშირებით ვირუსული გახდა რა სოციალურ ქსელში ვიღაცები იცინიან ვიღაცები მხარდაჭერას გიცხადებენ ვიღაცები ცდილობენ რომ დაგაბულინგონ შენი რეაქცია არის საინტერესო კი მადლობა ამ კითხვისთვის ვინც იცინის მოვიკითხავ კი ბატონო ვინც ხართ ბიჭებს მოვიკითხავ ვინც მაბულიგებს იმასაც მოვიკითხავ როგორ რაღაცა ეს ხო YouTube გადაცემა და რაღაცა ცენზურა შეგვიძლია როგორ რაღაცა იცი ეხა ავყევე ეხა ძალიან არ მაინტერესებს ახსი მართლა გითხრა რაც შეეხება ბულინგს თუმცა მათაც მოვიკითხავ ვინც მაბულიგებს თორე ალბათ რავი მეტი საქმე არა აქვს მაგრამ მე რო დამზდევა ხა ბიჭო როგორ რაღაცა გამოდიხარ დღეს და იძახი ქვეყანა გვეპყობა თავზე ჯერ ამას იძახია 12 წელია ქვეყანა გვეპყობა თავზე რითვერ დაგვეპყო ქვეყანა თავზე ამას იძახიან მერე გამოდიხარ თუ ქვეყანა გეპყობა შეოჯახაშენებულ თავზე ჯაბოვიჩის ძალია ჯაბოვიშო კომენტარებუთ წადი რაღაცა გააკეთე მერე ხა შემოვიდნენ ეს აქედან მოვიკითხავს ერთმა დამიწერა ისეთად ჩემი ვიდეო გააზრე ხელს უნდა ვთქვა აუცილებლად მეგობრობთ მე და ეს ბიჭი წლების განმავლობაში არც მაგის შემდეგ არ გაგვიწყვეტია მეგობრობა ჩვენ და მე ყოველი შემთხვევისთვის და სოციალურ ქსელში ხა Facebook-ზე მეგობრებში წავს ეს ბიჭი და ფოტოს და ოჯახისას უკომენტარებს გულზე გუში გააზრე რაღაცა და ეს ბიჭი არის რა ვიცი თუ მიხვდება ვიზეთ საუბრობ წლები ერთად მოვდიოდი და ჩვენ რაღაც ისეთ კონტექსტში მომიხსენია რა ეს ბიჭი რაღაცა დროის მერე ჩვენი მეგობრობა ოდნავ რაღაცა საქმემ დაგვაშორა ერთმანეთს. კი, მაგრამ ის ურთიერთობა არ დაგიკარგოს. ურთიერთობა ხა ესე რა, ვეღარ ვთქვი. ორჯერ ვნახე დაშორების შემდეგ. ერთხელ ვნახე ინტერნეტ ტელევიზია იყო პოსტი მაშინ. და იქ იხვეწებოდა მუშაობა დამაწყებინეთო და მეორედ ვნახე თავის რაიონში იდგა და ქართული ოსტების ბანერებს აგრავდა. და გუშინ მემლანძღავდა. აი წარმოიდგინე, ბიჭო, ამაში უნდა დაურეკო და უთხრა და კონფლიქტში შეხვიდე ხო და
ჩვენ საერთოდ ვერ იდებით კონფლიქტს, თორე არც მაღაზი არ ვიხებთ უკან და მართლა იმ დღეს გიოს ვეუბნება ჩემს, ასე ჩვენს მოთმინებას ხო საზღვარია კაცო. ჩვენ აქეთ ვიღაცები გერავთ, ვაშკაცი ბიჭები ვართ და ისეთი ბიჭები ვართ და არ შეიძლება ესე შეოჯახაშენებულო შენ ორჯერ გნახე იმის მერე. ორივეჯერ აკეთებდი აქეთ საქმეს. ერთხელ იყავი და პოსტივიში სამსახურში ხვეწებოდი, მეორედ ქართული ოსტების ბანერებს აკრავდი და გუში გამოდიხარ და ჩემზე რაღაცაზე. მოვიკითხავ აქედან კიდე ვერ ვიტყვი ხა მეგობარია თქო, მაგრამ ძალიან დიდ პატივს მიშა მშვიდადებას დამიწერა. როგორ რაღაცა ველი ეხა. ვიღაცებმა რაღაცე მიშასაც მოვიკითხავ მშვიდაძეს და შენ თქვენს ბატონო მიშა იუმორით დამიწერეთ და მეც იუმორით არ გეტყვით რომ პირდაპირ მიყვარხართ მე თქვენ და გაფასებთ კაცო არ შეიძლება უფროსი კაცი ბრძანდები ჯერ მე ბაღდათე უოფჩელი ხარ თქვენ და მე დიმელი ვარ და რამ გავყოშე გაიგაცო სხვათა შორის ძალიან კარგი ხუმრობები დამიწერა მიშა გადავიღე მაგრამ ის ბოლო მომეწონა ბექემზე ქონდა დაწერილი და ბექემზე ქონდა მიშა როგორ რაღაცა იცი შენ განათლებული კაცი ხარ მე ვიცი და იქ იყო ვიქტორია ბექემზე საუბარი ხო და ვიქტორია ბექემის ოჯახში ახლა ჩემი შესვლა და დევიდ ბექემის ოჯახში რთული იქნება იმიტომ რომ თვითონ და ვიქტორია ბექემს ბრუკლინი რო ყავთ მაგას უფროსი შვილი ხო მაგის მეუღლესთან აქვს განხეთქილება ეხლა ჩემი აქედან მან შესვლა ცოტა მე ვფიქრობ იშა რომ ძალიან რთული იქნება და ამიტომ არ მინდა მე მაგ კომპლექსში შესვლა მიყვარხარ ჩემო ოქრო და წარმატებებს გისურვებ მე აქედან როგორც შემიძლია და რაერთად შემიძლია და აღა ამასაც ამოჭრია აღარ ეიცნებე ჯამოვი ამას როგორია იცი ვიო ამას გონია იმან რო დაუწე რა იგანა ვიქტორია ბექემთან შევა და ეთქვის და არა ხალხო იუმორი ნახე მე აქედან მხრიდან თქვენი მხრიდან ჯიმი არის ჩემი ბიძაც წოდებული რო იცოდეთ ბუძი ხო და თქვენიდან გამომდინარე თქვენ რეაქციებს როდესაც ვაკვირდები მეორე მხარე ესე თუ შეიძლება რომ დავარქვათ იმ ადამიანებთან ვისთანაც ჰქონდათ ადრე ურთიერთობა და ეხლა არიან მეორე მხარე თქვენგან მე ნეგატივი არ მიგრძნია არასოდეს ბუძი არასოდეს გიო და იქიდან მხრიდან იგივეს ვერ ვხედავ არასოდეს აი ეგ არის ჩვენ შორის განსხვავება და მაგას ვამბობ სულ არასოდეს შემხვედრიან კიდეც ქუჩაში ჩახუტება მოგორდა ხადახარ გიო აი მე კოკის გეზახში მიკვირს ხოლმე გესმის ჯამბოვიჩ რა ვახარ შენგენა გადაგეხვევა გირეკავს ბიჭო რამე რაღაც ნახმარება მინდა ბიჭო გუშინ მაგინებდი შეგაიგას და დღეს ყველა ამოიცნობს თავისთავად ჩვენ ბიჭო ქონია ის შემთხვევა რაღაც მოხდა მე და გიო ჩემსას რაღაცა ოჯახური პრობლემები ქონდა დედის რაღაცა მშობლის ავადმყოფო დავეხმარეთ მართლა აი დედას გებიცები ფეხზე დავაყენეთ ყველა და ყველაფერი და ეს გადავარჩინეთ ეს ადამიანი რა მართლა გადავარჩინეთ რა აი როგორი ბედნიერი ვიყავ და გიო იცი რა რაღაცა შეუძლებელია და ჩვენი იმით დაფა მეორე დღეს შეგვაგინა ბიჭო Facebook-ს და გიო აი ეს არის ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მე ხა იქიდან მოდის რაღაცა ეს მდაბიო იუმორი ეს სოფლელი ჩემზე ვაღიარებ ხალხო მაგას ვიზახი 25 წელია რა თვილი ჩამოვიდრო სოფლელი ვარ და რეგიონიდან ვარ თქო და მიამაყება მაგი თქვენ გოიმებო თქვენ მე მიამაყება რე ბაღდათი თერჯოლელი ვარ ბაღდათში გაზრდილი ამასაც გეტყვი და მიამაყება მე რო რეგიონიდან ვარ მე მიყვარ ჩემი სოფელი მე მიყვარ ჩემი რაიონი მე მიყვარს ეგ ხალხი მაგასაც გეტყვით რომ სახლიც მაქვს ეხა ბაღდათში სოფელ დიმში და ვაზიც მაქვს ჩაყრილი და ცოტა მე სხვანაირად უყურებ ამ ცხოვრებას თქვენგან განსხვავებით გესმის უფრო კაცურად უფრო ტრადიციულად და როგორც გავიზარდა ეგრე უყურებ როგორც გამზარდა ჩიკოს რომ იწერ ხოლმე ბაბუაჩოს როგორც გამზარდა ჩემმა მამამ თემან ეგრე უყურებ რა ეს გეტყოდა ეხა შენი აზრით ჩიკო მეტყოდა გეზეშ ფლაფლი უცლიხი არბაითეო იმიტომ რომ ჩიკო უფრო გერმანიის ხარ იყო და მე hello my friend hello my darling მე უკვე აქეთ ბრიტანეთისკენ გადმოვიხარ ბრიტანეთის გებრძვის ეხლა ბრიტანეთი მებრძვის ამ ჩემი ინგლისური და ჩიკო უფრო გერმანია ხო ეს გეზეშ ფლაფლი უცლიხი არბაითი ეს ნიშნავს მეგონი სასოფლო სამეურნეო შრომა საქმიანობა მე ბაბუაჩები დავიწყე ამის თქმა ვიდოდ ამას დავასრულებ რომ ხალხო მე მაგი თქვენ ვერ დამაბული სოფლე ვარ კი ეგა ვარ რაიონელი ბიჭი ვარ მე რა მე არ მეთაკილება პირიქით ვამაყობ თან მე ვიცი რომ შენ ანუ როდესაც საუბრობ წამოსად მე დავისვენოთ წავიდე სადმე რომში სიტყვაზე არა მე ბაღდათში მივიდე და ეგა შენი განტოშტა რა თქმა უნდა ბიჭო ეხა ის ცოტა ტრადიციული კაცია ჯაბოვიჩი რა ცოტა ტრადიციული კაცი ვარ ოჯახის მოყვარული კაცი ვარ. ისი პარასკევს სამსახურის მერე მიდის პირდაპირ ბაღდათში. კი და ჩამოდის დასვენებული. მობიშალეს, ვიჟავი საეკლესიო დღეები გვაქვს, ახლა მაგრამ ხვა, შეგაგაცო ძლიერ ისეთ ძიბაზე ვარ და არ მომიშალეს დერვები, ჭაბით ვერ ვარღვია და ასე ვერ ვარღვია და მეტყველებით დავარღვევინეს მარხვა, შეგედ მაინც რას მიაღწია. აი იმ ვიდეოებთან დაკავშირებითაც ბოლოს განათავსე სოციალურ ქსელში. სხვა ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ რომ დააკრინონ შენი იუმორი
და შენი იუმორის გრძნობა. და როგორ ფიქრობ ხა იმ ტელევიზიებში შენზე კარგი იუმორისტი ყავთ? გეცინება ხა რატო გეცინება? ყავთ. მე ვიტყვი რომ ყავთ, მაგრამ ჩვენ შორის რა არის განსხვავება? ისინი არიან გაბოროტებული. გაბოროტებული ხალხი არიან. არიან, რატო არიან? შევზე ბიჭებს, სხვათა შორის ბატონო გიორგი მე გაგივხელთ ერთ რომელიღაც არ მახსოვს რომელიღაც ჟურნალ გაზეთი იყო, არ ვიტყვი ხა მახსოვს როგორ იყო, მინეკავს რაღაც ინტერვიუზე და მეუბნება რა პერიოდს გეუბნები, იცი უკვე კვირაში ორჯერ რო დაიწყო ღამის შოუ გიორგი გამუნეს ერთად და ბატონო ჯიბი ხარ თქვენ რომ ზარ რთული მაშინ ხართო მოგცული ბადეში სატელევიზიო ბადეში თო იქ თავარზე მაშინ თავარზე გადიოდა ვანო ჯავახიშვილი და ფორმულაზე ნიგუშა არაბიძე და ერთად ხართო ერთ დროს ხართო და მე ვთქვა და როგორი აი რა ის ელოდა ჩემგან ეს ჟურნალისტი რომ მე ვიტყვი რა ვანო ვინ არის ნიკა ვინ არის ჩვენ ვართ მე და მე ვთქვი პირდაპირ მეთქი თქვენ მირეკავთ როგორ ჟურნალისტი თქვენ რეიტინგებთან გეხვდება ცნობა ნახოთ რეიტინგები მე არც ერთზე რა სისულელია ცუც არ ვიტყვი დიდი პატივისცემა ჩემგან ვანო ჯავახიშვილს და დიდი პატივისცემა ჩემგან ხან მაშინ ნიკა არაბიძე საკუთარი შევქოთ უღრმესი პატივისცემა და რას ამბობ კაცო უნიჭიერესი ხალხი არიან და ქეც ვიხრი ბიჭებო თქვენ წინაშე უბრალოდ არ გიდა ბიჭო აქეთ არც ვარო და გამიგია ჩემი ლაძღვასი მაგრამ ნიკუშასთან მეგობ ხალხო დანარჩენი იუმორისტებს გეუბნებით ეს იბოროტე როგორ რაღაცა იცი სოფლიოა ხალხო პატარა საქართველოს მით უმეტეს პატარაა თბილისი მით უმეტეს პატარა და სადღაც ერთმანეთს შევხვდებით ჩვენ მე ყოველთვის შეხვედრილ კიდევაც შეხვედრა ამის ყოველთვის ამას განვიცდი ხოლმე რომ ხო სადღაც მიიღოთ თქვა რომ თავს შეხვდა აი რო შემხვდებით ხო ხვდებით აი ჩემგან რას ელით აი როგორ გონიათ რომ აი პირდაპირ გეტყვით არების არ ნუ გონიათ აი ვისაც ნუ გონიათ რომ რაღაცები გატარდება რაღაცებზე ცოტა მკაცრი პასუხები იქნება ჩემგან არების არ მემუქრები ამით რაღაცა ლოიალ და მომიერიც ვიქნები კაცო მაგრამ არ შეიძლება ხალხო ჩვენიდან რო არ მოდის აგრესია როგორ რაღაცა იცი ჩვენ რა უნდა ვისაუბროთ იცი არ გვიყვარს საერთოდ სხვისი აზრის მიღება არ შეგვიძლია მეც ბევრი რაღაც არ მომწონს კი ბატონო მაგალითად ის იუმორისტები რო აკეთებენ რა ერთი არხი მეორე არ მომწონს კაცო ბევრი რაღაც მე ჩემი სუბიექტური აზრია ხო ამას საჯარო მე არ გამოვდივარ კაცო და ირიქით აგერ თქვენ გადაცემაში ვთქვი რომ მე მიყვარს მაგ ხალხი იმიტომ რომ ერთად მოვდივართ ის ეხლა ბატონი მიშარო თქვი შულდაძე ჩემზე უფროსია და რას და ქეც ვიხრი კაცო რას ამბობ და ნიჭიერი კაცია მე ვიცი სარ ბევრი რაღაც გაუკეთებია ხო და პირდაპირ ჩემზე რომ მოდიხარ და ჯამოვიჭიო და ბრიტანეთიო ჯერი იუმორისტი კაცი ხარ შეოჯახაშენებულო ეგ რა გაფიქრებია რომ მე მართლა ჩემთამზე ვიფიქრე მაგრამ მე მემძვის ბრიტანეთი ხო და ამას ჩვენიდან თუ არ მოდის ეს თქვენიდან რატო მოდის ეს ამიტომ ეხა ჩვენც ვართ აკეთ ვაშკაცი ბიჭები ვართ ესმის და ჩვენიდანაც იქნება მე პასუხი და არ გაგიკვირდეთ თქო ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ არავის არ ვემუქრებთ კი ბატონო რა თქმა უნდა რა თქმა უნდა თუ გინდა აი განვითარებული ბოლოები და გავდივარ ეს ბოლო ორი დღე რაც ხდება და მანამდეც იყო ჩვენს მიმართ ეწოლა ოღონდ ეხლა ძალიან გააქტიურდნენ არც ახლა პირიქით იუმორით უდგები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ ჩემს სიყვარულს და პატივს. ხო, იმიტომ რომ ახსენე შენს რომ აი მე ვიცი შენ ამდენი წელია ამ სფეროში ხარ. კი. იუმორის მანსანკანიდან დაწყებული რამდენი წელია რომ მოითვალო რედაქტორიც იყავი ერთ პერიოდში ორგანიზატორი ეხლაც ხარ. კი. ძალიან ბევრი იუმორის გამოუვლია შენთან ერთად. მეგობრობ თუ. კი ბატონო. ბიჭო როგორ რაღაცა იცხალხო? თან მანსანკანის პერიოდი რთული პერიოდია მაინც სტუდენტების დრო ერთად გშიოდათ ერთად ჭამდით ერთი თებშიდან. რა თქმა უნდა. მე ვიცი ეს ყველაფერი მაყურებელმა არის. იყო. გიო გეტყვი ახლა. 2002 წელს 2 წელი იყო 3 ჩაუბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ეგ ისე ძალიან საინტერესოა. თეატრი და მანსანკანი ერთად კი, ხო. როგორ მოახერხა? ვერ ერწყმის. ხო, ვერ ერწყმის. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაუბარე და იყო ეგეთ რაღაც რომ თეატრალურ უნივერსიტეტში მოვიკითხავ ჩემს კურსელებს უყველას, ძალიან ისეთ წარმატებული კურსელები და ჯგუფელები ყავს. და იქ როგორ რაღაც იყო მაშინ მასაკარი. კი ბატონო. ეხლა ქართული ლიგა. ხო, ქართული ლიგა ვერ თამაშობდი არ იყურებს სურველები და მიმდენად მიყვარდა ეს თამაში. დავიწყე თამაშის სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით და თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. თან მასაკავს თამაშობდი სამედიცინო უნივერსიტეტის კოზანოსტრაში ვთამაშობ. შეუულებრივად ერწყმოდა ერთმანეთს, არ გამორიცხავდა ხარ რო გითხრა რა. მაკედან ყავს ძალიან ბევრი მეგობრები. კი ბატონო. მაგალითად დათო ხარაბაძე დინამოს ექიმი, ჩემი შვილის ნათლია გავიცანი ქართულ მასაკარიდან. გიორგი აფხაზავა, პროფესორია დღეს კაცი რადიოლოგი და ტელევიზიაში მუშაობდა მსახიობი ეს ბიჭი, ჩემი მეჯვარე, ჩემი მუსიკო ნათლია.
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგა და მაგათ ჩემი ამიკო ჩოხარაძე ის ბათუმელი მე ბაღდათელი მაგრამ ამ თამაშმა შეგვერთა და ჩუ მე ხარ ას ვფიქრობ ეს ბევრგანაც მithქვავს და უნდა ვთქვა რომ ეხლა რაღაცნაირად შეიცვალა ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ჩვენ დროს გიორგი ჩემი ბიჭი ეგრე არ იყო ჩვენ მე მახსოვს ერთ გავიხსენებ რა რომ მე ნიკუშასთან მოხდი ასტაბასთან მოვიკითხა მასწავლას და ფედერაციაში ვარ 2004 წლის მერე. მე ვარ 4 წლის ამ. ხო 2004 წლის რამდენი წელი გავა 22 წელი გავიდა ხო თუ რაღაც. მე რაღაც ჩავარდაქონდა რაღაც თამაში უნდა გვეთამაშა მაშინ სატელევიზიო პროექტი როგორც ახლა მოხდა მაშინ იმედზე გადიოდა და რაღაც გადაცემა გვივარდებოდა რა რაღაც მოხდა და ნიკუშა მეთქა მოდი გავაკეთოთ ვეტერანების თამაში ხა რა ვეტერანები ჩვენ ვიყავით. ხო და აქეთ თბილისის გუნდი ვიყავით მახსოვს და იქიდან ქუთაისის ნაკრები გუნდი მოვიკითხავ ბიჭებს ჩვენს და მე მახსოვს რომ გიორგი აფხაზავასთან ჩემი გუნდელთან ჩემი ჯვარესთან დოლიძეზე ეზოში წერდით ორივე გუნდი ერთად წერდით და ჩვენიდან უფრო ბევრი დაიწერა დათო კარგად წერდა ხარაბაძე დინამოს ეკიმი გიოს კარგად წერდა მე ჩემ თავზე არ ვიტყვი წერდა ჩვენი გუნდი უფრო კარგად წერდა გავედით მეორე დღეს თამაში და იმათმა მოგვიგეს ჩვენი ხუმრობებით ქუთაის ჩვენ წამოვედით და გააგზელდა სუფრა და кейპი და გადაბატიჟება ეს აი ამას ვეღარ ვხედავ ეხლა როგორ რაღაცა იცი მოდაშია ეს რო დაკნინება დაბულინგება ვერავის ხალხო მაგ თქვენი დაბულინგებით პირდაპირ გეტყვი ვიც მაგისტრის მოიცალეთ ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებთ. კი ბატონო, თან ჩვენ აი პირდაპირ სულ ფეხებზე ვკიდია გესმის. პირდაპირ გეტყვი. თან ფულსაც იღებენ მაგ დაბულინგებაში. ხო, მუშაობენ მაგაზე. ყველაფერს შეიძლება კაცმა იმუშაო კაცის ლაძღვის გამო რაფერ უნდა აიღო ფული შეგაია. კი ბატონო. მე კიდე იქ დავრუნდე გუჩინ აიტაცეს აი წარმოიდგინე ბიჭო აი წარმოიდგინე ბიჭო წარმოიდგინე რომ აი ჯაბოვიჩმაო მიიღო სერიოზულად რომ ვითომ ჯაბოვიჩს ებრძვის ბრიტანეთი აი წარმოიდგინე ხარ ხო ეს იფიქრეს რომ ამარ მართლა სერიოზულად თქვა რომ ბრიტანეთი მე მებრძვის თან დევიწყე hello my friend hello my darling ჩემი ინგლისური ყველა ვიცი შენი საფირმო ინგლისური ხო და რა ვიცი როდესაც გაბულინგებენ სოციალურ ქსელში რასაც კითხულობ რა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კონცერტები გაქვს კი სულ რეგიონში ხარ დაგიდაკავ აგერ ვარ ბუძი ქედაში მე კახეთში ვარ მე ყველგან ხარ რა და სოციალურ ქსელში რაც ხდება კომენტარები და მე შემდეგ როდესაც ხვდები ხალხს გარეთ ქუჩაში კი როგორი სხვაობაა რადიკალური სხვაობა გიო აი როგორი რაღაცა საერთოდ არ მიგრძნობა ეგ ხანდახან ვფიქრობ სხვა გახوار ვარ დასული საპირიქით გიო სიყვარული აი ხულუ ახსენე მიყვარს ეგ ხალხი აჭარა ყველაზე მაგათ ვენაცვალე რაღაც კონცერტი მქონდა და როგორი რაღაც დაემთხვა იცი ჩემი ბენდი არ იყოს წამყვანი ვიყავ და ყველანი მორჩენე მე წამყვე ბოლომდე უნდა ვიყო იქ რა და ხა ხდება ეგეთ რაღაცა რომ ჩავედი ბათუმი და ხულო ძალიან დიდი გზა ხა იქიდან მარტო ავტომობილზე წამოვიდე თბილისში ერთ მოვდივარ გოდერძი თოვლია ბიჭო აი როგორ გითხრა აი მოსახლეობის ალბათ 1-80% ჯაბოვიჩს აწახო არა შვილო და ამაღამ ეს კერძი უნდა გასიჯო და ამაღამ ის კერძი უნდა გასიჯო და ჯაბოვიჩი ყავს რას მელაპარაკი რა გითხრა 1-99 და 100 აი ესია რა ყველა რეგიონში ეს არა კახეთი არა ქართლი იმერეთი აჭარა სიყვარული მოფერება ჩახუტება ჯაბოვიჩე გეხუტუნე ჯაბოვიჩე გენაცვალე გიო ბაბი თათა გელა ბენდის ბიჭები და რავი აი როგორ რაღაც აი რა ქორწიში ყოფილი ქორწიში ვიყავი ხა სესტაფოში სვიოს ვახლდით სვიოს ახლობლის ქორწილი იყო და თაბადა წამოდგა და იძახეს რომ 200 კაცია 250 კაცია ქორწილი ეხლა დავიჯერე ხალხო ოცნებები რო ხდებაო რომ ჯაბოვიჩთან ერთად გიო და სვიო მოვიდა ეს მე მაგდროს როგორ ხარ ხოლმე ძალიან ამაყი ხარ მე ვარ ადამიანის სითბოს როგორ ძნობს რა მე ვარ ძალიან უშუალო ადამიანი მე ვიცი არასოდეს არ შემიცვლები სიერეზე ზოგადად საინფორმაციო უფროსად და ისე ვის ჯაბოვიჩი ვიქნები ისე ვის იმერელი ვიქნები ისე ვის წევი და მევიდათი ვილაპარაკებ და ვისაუბრებ როგორიც მე მეკომფორტულება როგორ აი ვერას ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე რომ შენ არასოდეს არ შეიცვლებ არა ელო გამორიცხულია
მე რას მე თუ სოფელში არ ჩავედი მე სოფელთან არ გადავედი მივაძახე რა შოე ბიჭო ხო არაფერი ეგ არის და ისე ჩაბუჭ სოფლელი მე რა უნდა მიქრა შენ რომ Facebook-ის კლავიატურასთან ზიხარ აი რა უნდა მიქრა მაქედან ხო სოფლელი ვარ გეუბნები და გეტყვი თუ გინდა ისაბართან ჩამოდი და იქ ნახავ და კაი ფორმალს გაჭმევს ხო აუცილებლად ჩვენ არ გვეშლებენ ეს აქტუალურ თემებს შევეხეთ, რაც მაინტერესებს და მე მაინტერესებს კიდევ ეგეთი რამ, რომ რა იყო შენი ოცნება აი ბავშვობაში? ტელევიზიაში მუშაობა გინდოდა, წამყვანი გინდოდა რომ ყოფილიყავი თუ მე ვიცი რომ შენ არ გინდოდა შოუში შემოსვლა პირველად. ხო, აი მე რა კარგი კითხვები გამახსენე ხა მე შენ. მინდოდა არასოდეს ბრიტანეთშიც მაქვს თქობი რომ არასოდეს არ მინდოდა კოსმონავტობა. კოსმონავტობა არ გინდოდა. მე ძალიან მინდოდა. ხო რა. ბავშვები კოსმონავტი, გემის კაპიტანი, პილოტი პოლიციელი, არა, ყველა პროფესიას ვეთაყვანები და პოლიციის კეთს ვიყრი მიყვარხართ ბიჭებო. თავიდან მე მინდოდა მსახიობობა და მე სხვა ინტერვიუშიც ვაკრა თქვა რომ მე რაღაც პირველ წელს ვერ მოხვდი, სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მე ფაკულტეტზე გამოვიტანე, იმ უნივერსიტეტიდან სამუთები და მე მეორე წელს უკვე მოხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში. და მაგის შემდეგ მე რაღაცი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომლის გახსენებაც ეხლა მე და ჩემი მეუღლე რო ვრჩებით სახლში მიჭირს მიძნელდება სულ იმას ვეუბნები დავწყებ კიდე იუმორისტი იყოს ვიცი არ უნდა ის იყოს რომ ცხოვრება არის სიურპრიზებით ახსავსე ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს ცხოვრებაში არა გამოვლილი ძალიან დიდი გაჭირვება რომელი გახსენდება წრემლი ჩვენ როგორ რაღაც იყო იცი თეატრალურ დავამთავრე უნივერსიტეტში მასაკავს თამაშობ კაი ტიპი მგონია ჩემი თორე რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ სამსახური ფაფუ აღარ არის ფაფუ დავიწყე მაშინ ცოლად მუშაობა. კეთს ვიხრი მაგ ბიჭების იმუშავებ ეცეთ ურძეძა. ხა მოვიკითხავ აქეთ მე დეკორატორათაც ვიყავ, ცოლათაც ვიყავ, მიტირია მანქანაში. ეს საკითხად მაქვს თქო რომ ბევრი ცრემლი დამიღვია რომ ჩემ კურსელებსთან ჯგუფებს ვხედავდი გადაღებაზე რომ მოდიოდი და მე ვერ ვიყავ ისე სადაც უნდა ყოფილიყავი. ძალიან ბევრი ცრემლი მაქვს დახრილი, მაგრამ არასოდეს, აბა ცოტა ისე დემაგოგიურად გამოვდის, მაგრამ არ მერიდება არასოდეს უფლის სიყვარული არ დამიკარგავს. უფრო გავძლიერდი, აბა მიდი ჯიბი, ეს ცრემლის გადავა, ეს სევდაც გადავა და უფლის შეწევნით, ჩემი მონდომებით და მე კეთილი ადამიანის დახმარებით ვარ იქ სადაც ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ეგ ჰეითერება გადაწყვიტონ, ეხლა რასაც ვაკეთებ და მე ჰეითერებმა რამდენი ცა უნდა ილაპარაკო? კი ბატონო. მე ყოველ კვირის ბოლოს ხედავ რეიტინგებს. კი ბატონო. სხვადასხვა გილოცავთ ბოლო რეიტინგს 18 და 18 გადააჭარბა კიდე. 18 გადააჭარბა. კი. და ეგ არის ძალიან დიდი რეიტინგი. ძალიან დიდი რეიტინგი. თან ეს სტაბილურად ამდენი ხანი ქონდეს ამ ხელა რეიტინგი. ფიქრობ რთულია. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ბევრს შურს კიდევაც დარწმუნებული ვარ და ხედავ კაცო ამ ყველაფერს რა შურს. მე გეტყვი მაგის იმას, წარმატების იმას რა. მე არ მგონია რომ რთული იყოს. თუ ესე ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. კი ბატონო. ყველაფერი გამოსდის. შენ კი იცი ხა ჩემი გიო გაბუნია ჩემთვის რა არის. კი ბატონო, მოკითხვა შენ იცი გაბუსთვის მე რა ვარ. ჩემი ბაბი და თათა, ჩემი ოჯახის წევრები არიან, ჩემი გელა, ჩემი ბენდის წევრები, ბატონი ზვიათი, ლიაცის ვისაც მოვიკითხავ, ჩემი ოქრო კაცი, სცენარისტებს კიდე ჩემ ბიჭებს. სცენარისტები ოქრო ბიჭები არიან. ხო და ყველა ასე ერთი გუნდი ვართ რა და მაგიტომ არაფრის არასოს არ გვეშინია რა, არც სანქციის და არც ბრიტანეთის და არც. სხვადასხვა გეტყობა რომ რთული გზა გაგავლილი, იმიტომ რომ მე დაახლოებით 1-8 წლის წინ თუ 9 წლის წინ შენი რჩევები მაგრად გამომადგა. მართლა? კი. მე ხო ხარო თავის სულ წინიარე და რა თქმა უნდა შემართებით იყავი. რა თქმა უნდა. მაგას რო გამოცდილი ადამიანი და შენსავე წარმატებული გეუბნება, ნიშნავს. მადლობა, ჩემსავე წარმატებული ცოტა ხმამაღალი. მადლობა. ხმამაღალი როგორა? როგორ რაღაც ეცი გაჭი, აი ისა გაქრა, ისეთი არ მქონია ტრამპლინი. რაღაც გაჭირვები და პატარა დავიწყე. იმ დღეს ტელე იმედის ეთერში ვიყავით და ბაბი ვთქვა კრიკეტაზე მეგეთი რაღაც და მადლობა ჩემ ბაბიკო საკეთა მოგიტყო რომ ერთ-ერთი მოწესრიგებული კაცი ჩემ თავზე მიწევს საუბარები უნდა ვთქვა არისო ბუძიო რა ჩემზე ჯაბოვიჩი იმიტომ რომ მე-8 წელია იმედის ეთერში ვართ ყოველ ხუთ შაბათს გვაქვს ჩაწერა არის რაღაცა ხანდახან შეიძლება 4 შაბათს გქონდეს არ მახსოვს 8 წლის განმავლობაში ოდესმე 12 წელი ვიწყებთ მოტორ
კი ბატონო 9 საათზე 9 ნახევარზე ჯაბოვიჩი აქ არის კი ბატონო პირველი თანამშრომელი პირველი და აქ ვარ შევდივარ ჩემ ოთახში არ მახსოვს 8 წლის განმავლობაში მე დავგვიანოს როდესმე რამე დამრჩენოდეს ან რეკვიზიტი ან ფორმა ან რაიმე არ მახსოვს აი სრული სერიოზულობით ვამბობ ხუთშაბათს რო გვაქვს ჩაწერა 8 წლის განმავლობაში 4 შაბათს საღამოს მე ნორმალურად მეძინოს ხო ვიცი სულ შფოთი მაქვს სულ ნერვიულობა მაქვს ფარდის უკანაც ვიცი როგორ ფარდის უკანაც მე ჩემი რიტუალი მაქვს კი ბატონო პირჯვარს გადავიწერ ვარ შევედრები უფალო შემოდიქ რომ შემოდივარ ლურჯი ფარცი მე აღარ მახსენდება მაგრამ შემოდივარ ჩვეულებრივ არ მახსოვს რომ ოდესმე არა დაგვია დალევაზე წიდა დღეს და სულ გამორიცხულია ამიტომ როგორ რაღაცა იცი თუ გიყვარს შენი საქმე ამას მე მარტივად აკეთებ რა იმიტომ რომ ვერც წარმომიდგენია ვერასოდეს რომ რადგან სამსახურში დავიგვიანო ან ადრე წავიდე ან მოუწესრიგებელი მოვიდე ვერ ვიძინებ კოკი დამინჯერე შვილო აი მერვეწელია ბიჭო არა აქვს მნიშვნელობა სტუმარს ვინ იქნება კი პოლიტიკოსი იყოს კი იუმორისტი იყოს კი გიტარისტი იყოს ყველასთან ერთნაირი ნერვიულობა მსდევს ყველასთან იმიტომ რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი როგორიც იყო პირველი შემოსვლა ნერვიულობა ბატონ ებზარკვიციანთან ქუში ბოლო შემოსვლა მქონდა დანუკა გულუასთან უცა ქავთარაძესთან და თიასი ჭინავასთან მოვიკითხავ გოკვებს ისევ ის ნერვიულობა მაქვს მე 8 წელია და ჩემი ოჯახის წევრებიც ელოც მეუნება ხოლმე რომ ნერვიულობ ხო მაგრამ აქ აღარ მეტყობა უკვე სახში მატყობე რომ მეუღლე შეგატყობს ახლა ხო სახში მატყობე რომ როგორ ეგ თან მაგ ეგეთი რაღაც ვერჭა არა მეტყობა ეს არის დანარჩენი დღეების ყვება კი 4 შაბათს ვერჭამს და 5 შაბათს ჩაწერა ხო გვაქვს 5 შაბათ დილით რომ მოვალ არ წყავა არაფერი წყალი მარტო ბოლო სტუმარი რომ მოვიდეს ხამის 11 საათზე მე ვზივარ ჩემ ოთახში ან საგრიმივრეში რაღაცას ხლაბუცობ ან რაღაცას ბავშვებთან ერთად და ლუკმა საჭმელი გამორიცხულია ჩემს საქმეს რო დავამთავრებ რო გამოვიცვლი მე უკვე როგორიც არა საინტერესო იქნება შენგან პასუხი ამ თემაზე იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ახლა არის ეგეთი ამბავი რომ ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება შენ შემთხვევაში აი რაზე არის ხუმრებს არასდროს ჯაბოვიჩი ადამიანის ნაკლზე კი ბატონო ფიზიკურობაზე არ ყველაზე თავა რელიგიას კი ბატონო გეთანხმები რელიგია გამორიცხულია პირველ ადგილას რელიგიაზე აი როგორი შეუვალი ვარ იცი როდესაც ჩემს წმენას ჩემს მართლმადიდებლობას ვინმე ეხება აი ძალიან შეუვალი ვარ აი ეს ხუმრობა ხალხო რას მელაპარაკებით თქვენ გამორიცხული არასოდეს ჯაბოვიჩი მაგაზე კახი კაფსაძესავით გავიდი არასოდეს ჯაბოვიჩი მაგაზე არ ხუმრებს და ვერც გაუგებ იმას ვინც მაგაზე იხუმრებს ხო იმიტომ რომ ამართლებენ რომ აი ღმერთსაც იუმორის გზნობა აქვს ეგეთი სულ რა იცი შენ თქო ვინც მაგას შენ რა იცი კი მე ამ ბოლოს დროს ამიკითხავ და მაგითო კითხე სოციალურ არა კი ბატონო გიო 1000 რაღაცა შეიძლება ჩემი ბიჭი იხუმრო 1000 რაღაც ჩემზე იხუმრე ვიღაც რა გინდა ამ რწმენას თუ ეხები და იხურე დღეს იცინოდა თავის ვიდეოზე რომ კომენტარებს უწევდნენ კი რაღაცებზე იცინე ესე რა თქმა უნდა რაღაც ყველაფერზე ვიცინე სოგმა დამწყევლა სოგმა რაღაც მე რა ხარ აქნას იმან წერს და რა უყო ხა მიყვარხარ ხალხო მე თქვენ დედას გეფიცები თუ არ მიყვარდეთ ყველანი ხალბატო ნანუკა ჟორჯოლიანი წყალტუბოს მკვიდრი მე მაგნატის მკვიდრი მიყვარხარ დამწერე გამლაძღე რაც კიდე ისკერი შეგინაც უჩა უბრალოდ რას მერჩი ამას ვერ გამოვიდა გამლაც მე მიყვარხარ იქით სიყვარულს გიწვი აქედან და ყველა ვიც რავი ნეგატივი დაწერა ყველანი მიყვარხარ ხახრო მე ზიობეურე ხოლმე ფუძიო როგორ შეიძლება ყველა გიყვარდეს მე ეგეთი გული მაქვს ესმის ალბათ რომ მაგითო დამჭირდა სტენდი ჩართულობასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა ეთყობა ვერ ჩაიტია ხელა სიყვარული და მაგითო მიყვარხარ ხახრო მე თქვენ ვიც ვლაძღავთ ის და ვიც მაგინებთ ისინიც მიყვარხართ რა გიყოთ ახლა კი ბატონო ერთმა მშვიდობა ცხოვრება ბუმერანგია მე ამის რა თქმა უნდა და სადღაც დატრიალდი კი აუცილებლად ბოლოსკენ რო გავიდეთ მე მინდა შევეხო შენს მუსიკალურ ნამუშევრებს ნახე იმიტომ რომ შენს ერთ ტრეკს იმდენი ნახვა აქვს
რომ ქართული შოუ-ბიზნესი 53 მილიონი. ხო, ქართული შოუ-ბიზნესის ნახვები ერთად რო შეკრიბო, შეიძლება არ გამოვიდეს მაგდენი მილიონი. კი. აი, იფიქრებდი, რომ იმღერებდი შენ და 53 მილიონი ნახო ექნებოდა. წარმოიდი 53 მილიონი. ძალიან დიდია. ჩვენ მაქსიმუმ ეხლა რო თქვა ქართველი 5 მილიონი ვართ ალბათ. ხო, კი. მაქსიმუმ. კი, ემიგრაცია ისიც იცო. ესე იგი ბრიტანეთშიც მიყურებდა. ბრიტანეთშიც გისმენთ. ხო, მისმენთ. ირლანდია ყოფილა ჯაბოვიჩის სიმღერებზე შემჯდარ. ხო, იყო ეგეთი მომენტი, მე სიმღერაში მოვიკოჭრებ. ძალიან სუსტი ვარ. მახსოვს თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებ, ეგ პერიოდია. ჩემს წინვე მაშინ 4 შევდიოდი, ხო და ჩემს წინ ვინ შევიდა ბიჭო? იმან რაღაცა ოსოლემიო იმღერა კოკი. თავისუფლების მეტროდან გამორბოდა ხალხი რა აშვებ, ეგი დალეცა ყველაფერი. ამის მერე შევდივარ მე ოსოლემიოს მერე. და თქვენ რა სიმღერებთო გამოძ მე ვთხარ ჭრელო პეპელა. იმა რო დაიწყო დაგვრა მე დამთავრებული მქონდა სიმღერა. ეთყობა შულე შენო მუსკომედი ხო? ეთყობა შულე შენო მუსკომედიაზე არ გაარეკ ალბათ მე ვთხარ მე დრამის და კინოს სამსახიო. მაგის მე მეთქი რა ფანოღი ისი მე როგორი კაცი ვარ იცი მე ვარ მოკეიფე კაცი. მე მიყვარს სადღეგრძელო მე მიყვარს სიმღერა მე მიყვარს ცეკვა ისეთ სუფრას აუთხარ მე სადაც გიტარა არის. მე ვერ უკრავ. მაგრამ ხო იცი მაგრამ ეს კაი კაცი უკრავს. ეს კაი კაცი უკრავს ჩემი ნათლები როს. საერთოდ და თქვა მე ხო იცი კარგი და თქვა მე შეიძლება ვერ ცეკვავდება და იმას ვატყობ უფრო კარგად ცეკვავს. კარგი მსმენელი ვარ. რას ამბობ? რა ჯობია ბიჭო ქართულ ცეკვას. კაც, ქართველ კაცს, რომელსაც ქართულ ცეკვაზე და სიმღერაზე აქ რაღაც არ წამოვა, მე ის კაცი კაცად არ მიმაჩნია. ლექსი, რას ამბობ? სადღეგრძელო, გიტარა, მრავალჟამიერი და მინდოდა სულ მაგრამ ახლა ხო იცი ყველა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, ყველა მაინც ფანოღს მღერის ბოლოს. კიდი იყოს აკადემიკოსი, კიდი იყოს ხო, კიდი იყოს მართალი ხარ, კიდი იყოს აკადემიკოსი, პროფესორი გინჯაბოვიჩი. ყველას მაინც ფანოღს მღერის და ერთი მოვსინჯე რა ბაბიკუნასთან ერთად რა, ჩემი უნიჩიერესი ბაბისთან ერთად. და სულ მაგას ვამბობ ხოლმე, პირველი ბაბი დამაწყებია სიმღერას ზუგზე მიყავ და ხელს. ყველას ეგონა და ეფერებაო, როგორ უყვართ ერთერთიო ჯივისო ბაბი ეფერება ამაზე და ეს ხოდა ჩალურჯება. აქ დაიწყებს. დავაკეთეთ ერთი სიმღერა. მე რაღაცა ჩავარდა მქონდა კარიერული მე და ბაბის. ბაბი მოხარ გახსოვს ის კიო და მოდი გავაკეთოთ კიდე. მე გავაკეთეთ კიდე და 53 მილიონი ხალხი. ახლა 25 მილიონიანიც მაქვს 20 მილიონიანი. 15 მილიონი მაგეს აღარ ვიცი. ეს პატარა ციფრები. ხო და ამას ხო და 53 მილიონი. მეც ახლა როგორ რაღაცა იცი შეხედე ჩემჭიას ვახარებ. ახლა აქაც თუ შემომივარდებიან ჰეითერები ვეთქვი 53 მილიონია ხალხი. თქვენ ახლა ჰეითერები დიდი იყოთ 100. კაცი გამოდი 122 კაცი. 53 მილიონმა კაცმა ნახა ჩემი სიმღერა. მოდი ახლა ვიჭიდაო ჩვენ რომელი აჯობებს. თქვენ 123 კაცი თუ მე რომელსაც 53 მილიონი კაცი მიდგას უკან. ხო იცი თეთრმაირაღებში ვარ. მაგას ტომას შეფერსონი ვამბობ და იქ გოგოლი რო კიდე გადავალული ყავდა. ეგრეა რა. რა ხან ამდენი ვისაუბრეთ სიმღერაზე? კი. ბოლო ნაკვეთში. ვარ გვიმღერებ ხო? არა. მე მინდა ჩამოთვალო ტოპ 5 ხო. ქართული სიმღერა. გეტყვი აგერ. მე ვიცი რომ რეპის მსმენელიც ხარ. რეპი მიყვარს. მე და შენ უსმენთ ხოლმე ხშირად მანქანაში. მე და შენ კი არ უსმენთ. შენ გირეკავ და ჩამიგდე WhatsApp-ში თუ გეუბნებ. ეს WhatsApp-ი ახალი ტრეკი. ეს WhatsApp-ი ბრიტანული ხო არა მოგიწევს. არა, იყოს კაც. კოკი მხავს რომ კოკი მიშველე გიხეცები რაღაცა იქ იქნება პანჩლაინი რაღაცა ეს მიხრი უდი ამან უთხრა ამას და იმანია და რეპერი მიყვარს ძალიან და ესენიც ვაკეთებენ ეხლა ბეთლი როა ხო ეს იაგმაიკი ეს პელე ტახა ფანი და ესენი ატივისემა ჩემგან თქვენ ხართ უნიჭიერესი ხალხი ბიჭო უნიჭიერესი ხალხი რა თან კაი საყურებელი კაი კარგი ნიჭიერი ხალხია მიდი და გააკეთე შენ ორი გასაკეთებელია მე იმას ორფურცას ვერ მიმახსოვრებ ის ნამდვილ რაღაცას იმახსოვრებ მოკითხვა შემდგა და თუ დამპატიჟებ მოვალ ბიჭო ვერ წავლება მაგრამ რაღაცას ვის ემაიც ვარ უფრო ქალაქურების სხვათა შორის ბატონო გიორგი გაგიმხელთ საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში რომ შვილი შემოდის მე უკვე შვილზე ხარ გადავწყვეტ და დღეს მე და ნუცი აბიტურიენტი მყავს ხა და ბანკაით მასწავლებლები და მივდივარ სახლში მამიკო მოდი მეთქი შენ იყავი დღეს დიჯეი თქო რა საცოფში ვარ თქო და ერთი ხა დავაკეთე რა ჩართავს არა თუ ჩართო ის შეურაცხყოფას კი არ ვაგერებ იმდენს და ხომ მამა ჩქაიწერეს ეს ჩემი გემოვნებაო და ისიც კი იცის თანამედროვე რაღაც მე
მეო მამაო მოჩხ ჩემს საყვარელს და სიმღერა რა ჩართო იცი ტრიოს სიმღერის მე მგონი ტრიოს სიმია იმერეთის ნიავო მამიკო მე ვთქვი ამას უსმენ შენ თქო გიჟდები მამაო გიჟდები და ეს იმდენად მომეწონა იმდენად ბედნიერი ვიყავ ეს მითხრა რომ იმერე ტრიოს სიმი მე ვთხარი მამა შენ ასაკში ხა კიო მეო ამათ უსმენ კიდე რას ვთქვა ალილო მიყვარს როცა თეატრალის კვარტეტის ქართული ყვება ხა მაგარი კონცერტი ქონდათ ბიჭებს და რომ ეუნების აბესაძია ჩვენი ბიძაშვილია გიგა აბესაძე მან მაგარ პარტიასთან ავადეს და ეს ხო მოწონს თავისთავად და რაღაც ჩვენ მე უფრო ვარ ეგეთი სიმღერების მოყვარული რა ხალხურის და ქალაქურის რა ხალხური და ქალაქური რა თქმა უნდა და ხანდახან რეპი მიყვარს ხასიათზე ო კი შეგეხარ რეპი ჯაზი როკი ამგეზე რო გადავიდეთ ჩემთვის ნომერ პირველი რეპია მაინც რეპი ხო მეც კი უბრალოდ ამ ფანოხთან ერთად ვერ შევათავსე შევრწყმით მაგრამ რეპსაც ვიმღერები რაღაცა წავლეპავ კი ბატონო კი ტოპ 5 არ მილაგებ ესე იგი ტოპ 5 მაინც ქართულები უნდა დავიწყო და ვიღაცას გული დაწყდება ხა იმაში ავტორ შემსრულებლებს და მე როგორც ეხა ბაღდათი ვახსენე და სოფელი ოფჩაც ვახსენე მე მგონი აქედან არის წარმოშობით ბატონი ჯასუკახიძე და რეზოლაღიძე და მოდი მაგორში ვერ გავყოფე ხა ორივესე გიჩდებით კიდ მოვამაისით და რო ამაყობენ შვილო ეს თბილისლები რო ასეო და რაღაცა ის ქუთაისი გულმა შენთან ორივე ბატონი რევას ლაღიზის სიმღერა. კი ბატონო. ასე ვართ რომ იზახით სოფლელები ვარ ისინი. არა ჩემთან აშედარება. რომელ ქალაქელს კი ბატონო რა თქმა უნდა. რომელ ქალაქელს არჯობდი. კი ბატონო. სამოვლო გეგმა მაინტერესებს რა გაქვს? გარდა იმისა რომ ამის შოუს აკეთებთ ესე რეიტინგულად გასაგებია. ეხლა ქართული ლიგას იწყებთ. ქართული ლიგას ვიწყებთ. სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ახალგაზრდა და დღესაც ვამბობდი ეთერში რომ თავიდან დავიწყეთ ეხლა მე და გაბურად ჩავერთეთ მაგ თემაში დავიწყეთ რომ 10 გუნდი ყავდა და დღეს ეხა ჩვენი რედაქტორი მირეკავს რომ უკვე ჯაბოვიჩ 25 გუნდიაო და ეს უკვე წარმატება ძალიან ბევრი რეგიონია ჩართული უნივერსიტეტები ჩართულებია და ეს ახალგაზრდების ერთობლიობა ძალიან კარგია სამოვლო გეგმები ხო რაღაცები გვაქვს მე და გიოს მაგრამ შენ ისე ვარ შეშინებული მეფე ხო არ მიყურებს აი თქვენთან აკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ბევრ ახალგაზრდა იუმორისტთან და დამწყებ იუმორისტთან ერთად მე ოპერატორს თხოვ თუ შეგვიძლია რომ კვიზების თქვენი მოფიქრებულია მოკლედ ახლა დავიწყეთ დიდი კვიზი კი მაგრამ აი ამ ფარდიდან დაიწყო ჩვენი კვიზები და გრძელდება კი ბატონო კი ხო და რავი წარმატებებს გისურვებთ უღმესი მადლობა გიო ნიჭიერი კაცი ხარ შენ და ნიჭიერი კაცი ხარ მონდომებული კაცი ხარ შრომის მოყვარე კაცი ხარ დაუზარებელი კაცი ხარ ერთგული კაცი ხარ და იმერეთში რო ვიცი ოჯახში შესაშვები კაცი ხარ შენ გენაცვალე და მე მიხარია რომ შენაირი პატარა მეგობარი პატარა ჩემთან შედევ პატარა ხარ კი პატარა ვარ პატარა მეგობარი მე შევიძინე და მიამით ამაყე ეც ფუძი წარმატებებს გისურვებ უღმესი მადლობა ჩვენი მხარდაჭერა იმედს რა არ მომწონს იცი კიდე ანუ სხვა ქვეყანა რო ასანქცირებს ჩვენს ტელევიზიას და ეს ყველაფერი უხარია ქართულ ხალხს ხო ეკიდე ანუ ყველას არა რა თქმა უნდა იმ რაღაც პროცენტს ცოტას როგორ რაღაცა იცი უცხო ქვეყანა რო ასანქცირებს შენი ქვეყნის ხო შენ რა გიხარი კი ბატონო ძალიან კარგი თქვა ეგ სალკე კოშმარია როგორ რაღაცა ხალხო იცი ელემენტარული ცხოვრებისეულ აი ყოველდღიურობაში რო გადმოვიტანოთ მე რო ეხა შენთან მოვიდე სახლში და გეუბნები რო გიო მე ძალიან მიყვარს შენი ოჯახი მაგრამ აბაღამ შენ იქეთ საყვალ მე უნდა იქეთ დაწვა ბავშვი იქეთ დაწვა დედა იქეთ ბიჭო ხო მეთქი ჯიმიკო მეც მიყვარ ხარ მაგრამ შენ რატო წვეთ კაცო ჩვენს რა დავწვევით ვირას შევჭამთ ვისაც ავალთ შენ მიყვარ ხარ ხო ანუ მე რას ვამბობ იცი განსხვავებული აზრი კარგიაო ამბობს ხალხი მაგრამ მე მათი საქციელებიდან ჩანს რომ განსხვავებული აზრი არ უნდა ხო რა თქმა უნდა ანუ მე იმასაც უყურებ და იმასაც უყურებ რა მე რა დასკვნას გამოვიტან ეს უკვე ჩემია ჩემი გადასაწყვეტია რა და ჩემი აზროვნების რა თქმა უნდა ამიტომ თუ თავისუფალი აზრი გვინდა უნდა იყოს ყველანაირი მედია რომ მე ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება რომელია მართალი და რომელი სწორი რა თქმა უნდა შენ რატომ მიწეს კი ბატონო იქიდან გამომდინარე რომელია მართალი და ვისი ჯერა ხალხს ამ ყველაფერს აჩვენებს რეიტინგი რა თქმა უნდა ამიტომ შეგვიძლია შევიდეთ ნახოთ რა არის რეიტინგი და კი ბატონო მე ტრიოსიმსაც უსმე და იანგ მაიქსაც კი ბატონო ეგ ჩემი გადასაწყვეტია ეგ ჩემი გადასაწყვეტია კი ბატონო რა თქმა უნდა კი ბატონო ბევრი ვისაუბრეთ მეგონი კარგი გამოვიდა კი კარგი გამოვიდა ჰეითერები აუცილებლად შემოვარდნებიან და დაგვიწერეთ კომენტარები მიყვარხთ როგორ ჯიმი იყო და გვიყვარხთ მადლობა უღმესი მადლობა მე ფოტოებს ვლედოდი